მე ალეკო ელისაშვილს არ ვიცავ, არ გეგონოთ, რომ ახლა მე საზოგადოებრივი სივრციდან ალეკო ელისაშვილის ადვოკატი ვარ, ვეკილი ვარ, ან გამოვდგები საუკეთესო ადვოკატად და ვეკილად, არ ვიცავ. ალეკო ელისაშვილს არ ვიცავ. ალეკო ელისაშვილს საერთოდ არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ აიათოლა ალი ჰამენეიზე. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აიათოლა ალი ჰამენეის ბრძანებით და მის მიერ შექმნილი რეჟიმის წარმომადგენელთა ბრძანებით ირანში და არა მხოლოდ მოკლეს 36,000-ზე მეტი 36,758 თუ 760 შვიდობიანი დემონსტრანტი. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მანამდეც და უკვე შემდგომაც ალი ჰამენეი, ისევე როგორც მთლიანად ირანის რეჟიმი, მიიჩნია სწორედაც რომ ტერორისტულ რეჟიმად. ანუ თქვა, რომ ირანი არის ტერორისტული სახელმწიფო და ირანის ტერორისტული სახელმწიფო არის კაცობრიობის მტერი, ის არის საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის, ის ქმნის საერთოდაც ბირთვულ ბომბს და როგორღაც ეს ირანის აიათოლების რეჟიმი უნდა გავაჩეროთ. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მართლაც დაიწყო ეს ოპერაცია და არ მინდა ვთქვა, ვერ ვიტყვი რომ გაჩერდა მეთქი, რომ არ გაჩერებულა, ობიექტური რეალობაა ეს არის, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ერთობლივი ოპერაციები განახორციელეს ირანის აიათოლების რეჟიმის ან ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ და მიაღწიეს იმას, რასაც მიაღწიეს კმაყოფილი ბოლომდე. ამით არ შეიძლება იყოს ვინმე, ვინც საგადაზროვნებს, არც შეერთებულ შტატებში ან ოკეან გაღმა, არც შეერთებულ შტატებ გამოღმა, ოკეან გამოღმა, ლაჟვარდოვან ოკეან გამოღმა, ევროპის რომელიმე სახელმწიფო, არც ირანში ადამიანები, რომლებიც სულაც არ არიან, ან არ უნდათ რომ იყვნენ აიათოლების რეჟიმის ქვეყანაში, არ უნდათ რომ ცხოვრობდნენ, ან ემიგრაციაში წასულები ირანელები, მათ შორის საქართველოშიც არიან ბევრი. არ შეიძლება ვინმე იყოს კმაყოფილი იმით, რაც მოხდა, იმიტომ რომ რეჟიმ ჩეინჯი ვერ განხორციელდა. თავდაპირველად დასახული ამოცანა, რომ რეჟიმ ჩეინჯამდე მივიდოდა ეს ყველაფერი და რეზა ფეხლევი დაბრუნდებოდა 79 წელს გაგდებული მამამისის ტახტზე და მართველად. ხო, ეს ვერ შედგა. ეგ კი არა. ამერიკა მისიც კი ვერ მოახერხა რაოდენს ამწუხაროს და გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ შეჩერებულიყო ირანის ბირთვული პროგრამა. და ამ შვეიცარიაში უფრო ხშირად გამართულ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ჩემი მოსაზრებით არც არის მოლაპარაკებები, რაღაცებს აწერდნენ ხელს და ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო და კიდევ უფრო სერიოზული ამბები გველის ჩვენ წინ, მაგრამ ხო იყო ის შენევაში შვეიცარიაში ზოგადად მოლაპარაკებები და ეს ვერაფერზე ვერ მოილაპარაკეს, მაგრამ რაღაცებს მოაწერეს ხელი იქან არა მემორანდუმის დონეზე, რომელიც რასაკვირველია 12 წუთში დაირღვა აქვევით. მაგრამ ეს არ არის თავარი სალაპარაკო თემა. თავარი სალაპარაკო თემა არის ის, რომ აიათოლა ალი ჰამენეი იყო თუ არა ტერორისტი. მე ვკითხულობ. მიშა, აველაშვილს რომ დაგურეკოთ და უკავშირდეთ. უთხრათ, მიშა, თქო მითხარი, იყო თუ არა აიათოლა ალი ჰამენეი ტერორისტი? გიპასუხებს რომ არ იყო. მე უნდა შეუბრუნო კითხვა კი არა, დაუმატო კითხვა. ამერიკელები, რომლებთანაც ურთიერთობის გადატვირთვას ესოდენ ვესწრაფვით, ისინი რო ჩვენში დარჩეს და მიშა არ ვიწერ, ტერორისტს უწოდებენ, დნენ და უწოდებენ აიათოლა ალი ჰამენეის და იმასაც ის შვილი რო ყავს, რო არ ჩანს. მოჩთაბა ჰამენეის, რომელიც არ ჩანს. მამის დაკრძალვაზე, აი კაცია ეხლა ეგ. მამის დაკრძალვაზე არ მივიდა. განა არ მივიდა ხალხო რეალურად ვერ მივიდა, თუ ცოცხალია საერთოდ, იმიტომ რომ ამერიკელებისა და ისრაელის თავდასხმისა ეშინო და ტრამპი აქ ამიტომაც და მათ შორის ამიტომაც დაეებუქრა თუ დაიქადნა ტრამპმა, რომ ჩვენ რომ ამას ჩვენ შევდა შესაბამეთქებთ. მოკლედ, მოჩთაბა ცოცხალია თუ არა, ამას არ აქვს ხა მნიშვნელობა, მიშას რო ვკითხოთ ყაველაშვილს, მიშა გვიპასუხებს, ცოტა იბნევა. ტერორისტებს ვერ უწოდებს, ხოშ კობახინძეს ვერ უწოდებდა. ტერორისტებს, ამ ირანელ ბანდიტებს, ირანელ ტერორისტებს,
და აქედან გამომდინარე ზვიზინა ივანიშვილის დავალებით სატირალში ჩავიდა. ერთხელ კი არა, ორჯერ. და მის გარშემო ვინც არიან, ეგრა მაგის პასუხია. უშუალო სიახლოვეში ვინც არიან, ყველა განადგურებულია. აღარ არის ეს აცოცხალი, ვეთქვა, ითხრას აცოცხლოს კობახიძე, იმრავლონ კარგმა კობახიძეებმა პირველ ყოვლისა, ირაკლი კობახიძემ ჰყავს შვილები, დარწმუნებული ვარ არაჩვეულებრივები, გორცები ორი ბიჭი ყავს და კარგი მოქალაქეები გაზრდილიყვნენ. რაც ეხება მამის პოლიტიკიდან უნდა წაეთრეს. მათ მამას პოლიტიკიდან უნდა წაეთრეს, როგორც ბაბუა წაეთრა თავის დროს. კარგით, მოკლედ ესენი მაინც დარბიან ამ სატირალში. ამის თქმა მინდა. მიშა ყაველაშვილი დაიბნევა, ისევ როგორც დაიბნევა ყაველა კობახიძეც შემდეგებებულ კითხვაზე, როდესაც კითხავ რომ ირაკლი თუ შენი პარტნიორი რო გინდა რომ იყოს ის სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტს უწოდებს აიათოლას, შენ როგორ მიიჩნევ? და დაიბნებიან პასუხს ვერ გაქცევენ. პასუხს ვერ გაქცევენ არ ნიშნავს იმას, რომ ესენი მაინც და მაინც ტერორისტებად მიიჩნევენ აიათოლა ალი ხამენეის და რომ არ მიიჩნევდნენ, ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ ცოტა ხნის წინ ხსენებული ბიშა ყაველაშვილი თავის რეზიდენციიდან გავიდა, სახლში შეიარა, ფინჯანი ყავა დალია და მე გაგაზა აეროპორტისკენ და მე გადაფრინდნენ თეირანში. სახელმწიფო ბორტით ვიტყვინავით. დაფრინდნენ იქ შეხვდა სტუმარი და მივიდნენ მე ამ სატირალში ჭირში პანაშვიდებს დაესწრეს 3 რიცხვით უარჩდები 3 ივლისს. დაკრძალვას არ დასწრებიან დღეს რა რიცხვია და გუშინ 9 არის დღეს თუ 10-ია უკვე. ოდიში? გუშინ 9-ში ისინი დაკრძალვას არ დასწრებიან, კარგია ეს. თავი იმართლეს იმით, რომ აგეო სომხეთის ლიდერიც იყო იქო, აზერბაიჯანის ლიდერიც იყო, თუმცა აზერბაიჯანის ლიდერი არ ყოფილა. მან ანუ ალიევმა მხოლოდ საელჩოში ბაქოში ჩანაწერი გააკეთა სამგლოვიარო წიგნში და ამის გაკეთება შეეძლო ირაკლი კობახიძის მარჯვენა მეგობარს მიშა ყაველაშვილს, ბიზნა ივანიშვილის მარცხენა მეგობრები არიან ისინი, ორთავენი. ეგრა მაგის პასუხი ამით შემოფარგლად შეეძლოთ, მაგრამ არ იკმარეს ეს და წავიდა. ეხლა მე ვკითხულობ 36790 ადამიანი ვინც დახოცა ალი ხამენეი ტერორისტია თუ არა. რომ ვკითხოთ ობიექტური რეალობა მაინტერესებს, ობიექტური აღქმა მაინტერესებს მათი. ალეკო ელისაშვილი უფრო ტერორისტია თუ ალი ხამენეი? ალი ხამენეი საქართველოს მოქალაქე რომ ყოფილიყო და გაეცა ბრძანება აღმერთმა დაგვიფაროს 36,000 კაცის დახოცვის თაობაზე, 36 კი არა, 360 კაცის დახოცვის, 36 კაცის ან 3-6 კაცის დახოცვის თაობაზე, ის ტერორისტად შერაცხული იქნებოდა თუ არა ამ ხელისუფლების. ძლიერია ალი ხამენეი, უნდა შევეტენოდით მაშინდელ ირანს და ახლაც უნდა შევეტენოთ ალი ხამენეის შემდგომ ირანს და აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მას ტერორისტი არ უწოდოთ და მის სატირალში კი წავიდეთ ბანაშვიდებზე თუ გასვენებაში. უსამართლო ამბავია ეს. შევა ალეკო ელისაშვილი გასაკვირველი ტერორისტი არ არის. ალეკო ელისაშვილის ქმედება იყო სასოწარკვეთილი მოქალაქის ქმედება. ალეკო ელისაშვილი უპირველეს ყოვლისა ისჯება არა იმიტომ, რაც ჩაიდინა. არამედ იმიტომ, რომ რაც მანამდე ჩაიდინა, ის ვერ ამოიღო გულიდან, ტვინიდან, ნამდვილმა ტერორისტების ძმაკაცმა, ასე ვიტყვი, მამუკამ გენერალმა მამუკამ დინარაძემ. ეხსოვებათ, ალეკო ელისაშვილი პარლამენტში მიეჭრა და მარჯვენა უთავაზა მამუკამ დინარაძეს. მე ის ქმედება ელისაშვილისა ერთხ მოეწოდა, მე არ მომწონებია. ვაღიარებ, ვადასტურებ, არ იყოს სწორი. მაგრამ რა გამოსავალი აქვს მოქალაქეს მაშინ, როდესაც ელენე ხოშტარიას ამბავი ავიღოთ, ბოლომდე ფჩხილებს კველის ნებართვით არ გავხსნი. ელენე ხოშტარიამ მიაჯღაბნა მისაჯღაბ ნიკალაძის მისაჯღაბ პლაკატს. და დაიჭირეს. გასაგებია. თუმცა შეეძლოთ, რომ ამის გამო ადმინისტრაციული წესით დაესაჯათ, მაგრამ სახელმწიფო ბიზნა ივანიშვილი იყოს, ასტიკი უნდა იყოს. ელენე ხოშტარია ამის გამო კი არ ისჯება, არამედ ისჯება იმისა და გამო, რომ ელენე არის შეუპოვარი. და ამოკეტეს ციხეში. არა და ელენე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და აქვს და მძიმე მდგომარეობაში იყო და არის.
ეს ერთი. ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, ელენეს ყავს 4 შვილი, 4 შვილი ეზრდება. და მოწყვეტილი არიან ბავშვები, დედასთან კომუნიკაცია პრაქტიკულად არ აქვს. რატო აკეთებს ბიზნე ივანიშვილი? იმიტომ აკეთებს, რომ ბიზნეს სასტიკია, მაგრამ რატო აკეთებს ელენე ხოშტარი ასეთ შეუპოვარი, რატო არის? იმიტომ, რომ არანაირი კომპრომისი ხელმწიფო საგან კი არა, ხელისუფლება წოდებული ბანდისაგან არ დაინახა, ვერ დაინახა. ნახევრის 97 ნაბიჯის კი არ გადმოუდგავს ბიზნე ივანიშვილის ქართული სახელმწიფო სკენ, ქართული სახელმწიფო სასარგებლოდ არაფერი გაუკეთებია. ის ესე ბრგედ გამყარებულად დგას. რაღაც წამალს იღებენ და იმიტომ არიან ესეთი მყარები, როგორც ჩანს. ვიდაპენ მნიშვნელობის ლაპარაკობ. წამალს რუსეთიდან. ხო. როდესაც მოქალაქეს არ რჩება სხვა წინააღმდეგ ასე ფიქრობს, რომ არ არის სხვა გზა გარდა კანონის დარღვევისა, ეს მოქალაქე მიდის კანონის დარღვევას. ესმით. აბა იყოს ისეთი გარემო, რომელიც ამგვარ მოქალაქეებს მართლაც ჯის, ეს ერთი განსჯის, არ იწონებს. და იმიტომ არ იწონებს თავის მხრივ, რომ გარემოა შექმნილი კონკურენციისა, თანაბარი კონკურენციისა, პლურალიზმისა, არ არის რეპრესიული, ქალაქები თავისუფლად სუნთქავენ, მოქალაქეებს აქვთ გამარჯვების შესაძლებლობა, იმედი, რწმენა, ფიქრი და ასე შემდეგ. აქ როგორც კი შენ ოდნავ წამოყოფ თავს, ყისიერად მოგივარდებიან ბანდიტები, კანონმდებლები და ბანდიტები აღმასრულებლები, რომლებიც ან ციხეში გადურთინებენ თავს, ან რაღაც კანონს მიიღებენ, რომლის სარღვევის შემთხვევაში მარჯვნივ ნახევარი სანტიმეტრი თუ გადაიწევი. ვახო სანაია. ვახო, მოკლედ მე იმ სიტყვას არ წარმოთქვა. ვახო სანაიამ დათქვა სტატუსი დაწერა ამგვარი, რომ მეო მიმაჩნიაო, რომ პაპუაშვილი, შალვა და ბოჟაძე ლადო დეპუტატია ეს უკანასკნელი პაპუაშვილის არ იყოს და აღარ დავამთავრე თავის სიტყვას იმან YouTube არ დამაჯარიბოს არ არიანო არ არიანო სკროლვისა და სკრინვის სააგენტომ ამის მიუხედავად დააჯარიმა ვახოსანაი ჩემი კოლეგა და მეგობარი. ეხლა მე გეკითხებით რა უნდა დაეწერა ვახოსანაიას არიანო ამ შემთხვევაში ხო დააჯარიმებდა. ანუ ხვდებით რომ აბსურდში ვართ, ოღონდაც კი ვახოსანაია დაჯარიმდეს, ვახოსანაიამ რაც არ უნდა დაწეროს, არ არიან, ეს წერია არ არიან. არ. ნეტ. გრიგოლიჩი, არ არიანო. მაგრამ პროკურატურამ და რა ქვია, სამმართველომ და მერე უკვე სასამართლო ვახოსანაიას 6000 ლარი თვალწინები ჯარიმა გამოუწევს. ამგვარ სამართლო გარემოში როცა ცხოვრობ, ვინმეს რო ხელი წასცდეს და 14 დოკუმენტის დაწვა მოუნდეს, რომელსაც მე არ ვამართლებ, როგორ გეკადრებათ. მაგრამ ვინმეს რომ წასცდეს, ყველა არ არის იმ მყარი ნერვები, მყარი ფსიქიკისა, როგორიც ვარ მე, ან ჩემზე მაგნები ვინც არის. ალეკოს წასცდა ხელი არა მართლზომიერი ქმედებაა, მაგრამ ვინ უბიძგა, ვინ შექმნა ეს გარემო, როგორ კონტექსტში აღმოაჩინეს ხსენებული ალეკო ელისაშვილი, თუმცა მას შანსი არ აქვს და კიდევ ვინ იცის როგორ ემუშავებოდა მას სუსი ისე რომ სუსი რომ ემუშავებოდა ალეკომაც კი არ იცოდა. ანუ მეგობრის მეგობარმა რა უთხრა, როგორ უთხრა, როდის უთხრა, დაუმტკიცებელი ამბავია ეს, რომ ვერ დაამტკიცებ, მაგრამ იქნება და მიიყვანეს და მიიყვანა ვინ? დინარაძემ, რომელმაც ვერ გადაიტანა ეს რომ მოსდო ალეკო ელისაშვილმა, რაც ასევე არ იყოს სწორი ქმედება, მე ვადასტურებ, მაგრამ ხალხო, რა გარემოში გვაცხოვრებენ. ხვდებით? ქვებს რომ არ ვჭამთ, ან არ ვისვრით, გასამადლობა უნდა გადავიხადო. ტიპი ცას კეტავს, როცა უნდა, მაშინ. მერე ცას ხსნის, როცა უნდა. ნარკოტრაფიკის, ბიტკოინის კეთებაში არაფერი არ არის, მაგრამ უკანონო, არა, მხოლოდ ის მოიპოვებს და მოიხვეჭს ამ ბიტკოინებს ის აბასტუნდელი, ჭორბილელ აბასტუნდელი. ნარკოტიკის, კოლცენტრების, ბიტკოინის, რაღაც, ტრაფიკისა და რაღაცა ფარცხალაძის ქვეყანა. ხო აღარ არის თითქოს გაგდებული, მაგრამ ფარცხალაძეები ბლატაობენ ამ ქვეყანაში. უვიცების ქვეყანა, უპერსპექტივობის ქვეყანაა და ვიღაცა მართლა ქვების ჭამა თუ ქვების სროლა რო დაიწყოს, ან ბენზინის გადასხმა არ ვამართლებ ვიმეორებ ალეკოს.
მაგრამ როდესაც მზია ამაღლობელს თვალის ჩინი დაეკარგა და ექიმი მივიდა 8 დღესა და ნახევარში, ხო? ამ დროს ვიღაცა მზია ამაღლობელის ოჯახის წევრმა რომ ბენზინი გადაასხას იმ სასამართლოს გაგიკვირდებათ? თვალის ჩინს კარგავს. იმიტომ რომ სამართალი ვერ იპოვეს ადამიანებს. ამას ვერ გააგებინებ ბანდიტებს. თქვენთვის ხსნია ამას და ვცდილობ რომ თქვენ გაიგოთ. არ ვამართლებთ ხაილისაშვილს, მაგრამ ისიც გვახსოვდეს რომ ნამდვილი ტერორისტი იყო აიათოლა ალი ჰამენეი, რომლის გასვენებაში თუ დაკრძალვაზე თუ პანაშვიდებზე ჩავიდა მიხეილ ყაველაშვილი და ესე იდგა. გლოვობდა, თამაშობდა, რომ გლოვობს, არამედ გლოვობდა. ტერო 26-37,000-მდე ადამიანი მოკლა ალი ჰამენეი. ალეკო ელისაშვილიც კი ტერორისტია და ალი ჰამენეიც. თუ იმას გლოვობთ, მაშინ ამას რატო არ უშვებთ საპატიმროდ? რუსებო თქვენ.